თუ თავს მარტოს უადგრძნობ, თუ ეძებ მეორე ნახევარს, თუ არავინ გეფერება, ნუ დაიძინებ გაათეთრე ღამეები აფხაზეთის ხმასთან ერთად. გადაცემა თეთრი ღამეები თამუნა მუსელიძესთან ერთად. დატკბი თეთრი ღამეებით. აი შეგრძელდება თეთრი ღამეები, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ხმის ეთერში, რა თქმა უნდა, თამუნა ვარ და ეჭვი მაქვს, რომ დღეს ძალიან ისეთ დაძაბული და კონფლიქტური დღე გვექნება. ღამე უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი მოსმენა მოგვიწევს, მე და თქვენ და ზუსტად ვიცი, რომ მამაკაცები და ქალბატონები დღეს ძალიან სერიოზულ კონფლიქტში შევლენ. არა? ალო. გამარჯობა, გისმენთ, ვის ვესაუბრებით? ნიკუშა. კი ბატონო ნიკუშ, გისმენთ. ასაკი? 26. კი ბატონო, აბა დაიწყე. რობე ჩაუწიო, ხო თუ ისმის? არა, ისმის. ხო. რა უნდა ვიღებრო გოგო ქუჩაში, აი ფუთხება რა ძველ ბიჭობა. არა, აქ არ არის საუბარი ხა იმაზე, რომ საქმეები უნდა არჩიოს და რაღაცები სისულელები აკეთოს. ხომ არ არის. ეგ როდის მოხდა არ გახსოვს პირველად? არა, სიმართლე გითხრა. 90-იანების დასაწყისში, როცა ქართველი ქალები წავიდნენ თურქეთში. აუ რა შურის. ეს არ უჯახი მაგას. ზოგიც მართლაც მეძავებზე არა მაქვს საუბარი. მე მაქვს იმ ქალები, რომლებიც თავიდანვე ზურგი დაიწყეს ჩამოტანა საქონელის თურქეთიდან. ანუ მამაკაცების ბრალია მაინც ამას რამდენ მივედით. ეგ სიტუაცია კი მამაკაცების ბრალი იყო, მაქედან დაიწყო. თავიდან. ხო, და ეხლა როგორ გრძელდება? ეხლა როგორ გრძელდება და აი აუიცი ძალიან მაგრად არ თაღებული რა მამაკაცური თვისებები გოგოებს რა. ძალიან ბევრი თუმცა ის გინებები. ხო. ეს მაგალითად მოყვები, ბებია ჩემი ჩაერთო საუბარში რა გოგოებისაში რა. და ერთმა გოგო მეორეს რაღაცას ადრე ტელეფონები ჩართობი გახსოვს? კი. აი მაგ პერიოდში ნა ერთი ეუნა მეორეს მამა ჩემის ხო, ნუ ეს გავიგეთ ეს ტერმინი უკვე განვიხილეთ და მოგებია ჩემი აკიდან დაუწყოთ ეს ჭუბი რაღაცა ჭუბება გოგოზე ისინი ხმაიად უსმენენ და ალბათონო თუ ჩემზე ეგრე შევტკივოთ გული თქვენ იყავით მამა ჩემის არა ეს დიკი იყო მეგია ჩემს სიგრო მართლა ეგეთი რაღაცა არ გაუგებიათაც რა ხო, კარგი, მოდი გამეცი ამ კითხვაზე პასუხი. ანუ იცი რა არის, რატომღაც აი ესე ხდება თბილისში, რატომღაც, რომ ეთყობა გოგოები ვერ გძნობენ საკმარის დაცვას მამაკაცებისგან? რა გძნობენ? ხო, ანუ გვერდში დგომას, ანუ მე აქ ამ შემთხვევაში არ მაქვს იმაზე საუბარი, რომ გინდა თუ არა უნდა გაიქცეს ბიჭი და ვიღაცა უნდა ცემოს გოგოს გულისთვის, აი ელემენტარულ ყურადღებაზე და ელემენტარულ დაცვაზეა საუბარი, შეიძლება რომ ქუჩაში სადღაც გოგო და ბიჭი მიდიოდნენ და ვიღაც ბიჭმა რაღაც წამოაძახოს ამ გოგოს და ამ ბიჭმა უთხრას, რომ აი გოგო წამოდი, ეხლა რა მოხდა? ხო, ეგ ნუ ხო ხდება ესეთი რაღაცები და არ მითხრა, არ გამიგიაო. ეგ იცი ბრალია. ხო, აი რისი ბრალია ეს მე? იბადა საქართველოში, სულ მოხდა სამმართველოში. აუ, კაი რა. ძირითადად ეგ. აუ, კაი რა, გაჩერდი. არ არის ეგრე. არ არის ეგრე. ან სამმართველოში არიან, როსტოვში არიან, ლენინგრადში და იმაში რა ქვია. არა. არ არის ეგრე და მომისმე კათოლიკაცი ხა ეგეთ რაღაცაზე. მოთხოვს ხო იმას ძალიან მაგრად მოთხოვს და მაგრად მოეთხოვება კიდევ. არა, მოდი, გეხოლები ამ კუთხით ნუ წავიყვანთ. არა, ამ კუთხით ნუ წავიყვანთ. ამ გადაცემას ხა მოთხოვნები და რაღაც ვიღაცასთან ასვლები და რაღაცები ახსენი და ნუ მსგავსი ტერმინებით არ ვისაუბროთ. ისთან უნდა ვიღაცთან დავიდე. არა, ანუ არ ვისაუბროთ ამ ნუ ხო მიხვდი ხა. არა, ხო გასაგებია, მაგრამ ხო არის ეგ მომენტი არა? არა მგონია რომ ეს მომენტი იყოს. რა მომენტი რომ ყოველთვის ბიჭი ხა უკვე ბება თავშეკავებული გახდა? ხო. მაგის ბრალი არ არის? ცუდია? ცუდი როგორ არის ხა კაიკეთება და რაც კაი გაკეთება მივე. არა, თავშეკავებული. უნდა ვაკეთოთ უყოლა თორე აბაც. ჩვენ ერთმანეთში თავშეკავებულობა და მამაკაცის ფუნქციის ჩვენ თავზე აღება ნუ გვერევა. შეიძლება იყოს თავშეკავებული ადამიანი, მაგრამ ისეთი ღირსეული მამაკაცი იყო, რომ შენს გვერდით დგომ ქალს ვერავინ ვერაფერი ვერ უთხრას. არა, ეგ სხვა თემა არის. ეგ უკვე ასე ვთქვათ, სხვა თემა არის. ხა მაგას ბევრი ვერ აკეთებს.
ახლა ჩემ გვერდზე როგორ გაიაროს და იმას რაღაცა უთხრას სანამ იმ ბიჭზე მткиა ჩემთაზე გაუბრაზდები პირველ რიგში ანუ მე არ მქონია სათანადოს ავტორიტეტი კაცობრი რაღაცა რომ ვიღაცა ჩემთან ერთად ვიღაცა ნაძირავა ასე ვთქვათ ჩემთან ერთად ყოფ გოგოს ეს რაღაცა შეუძლება ხო ეს ჩემ ავტორიტეტზე მოქმედეს პირველ რიგში იმ მომენტში კი არა რომ ეს მე როგორ მაკადრა სადაც მე როგორი ყოფილიყო რაკამდე და არ ვიცოდი კარგი მოდი მაინც ამ საკითხზე ნუ ჩავიციკლებით აქ არის საუბარი ქალების გადამეტებულ რაღაცა ამ მამაკაცური თვისებების გამოვლენაზე და არა მამაკაცების დაკრინებაზე რატომ ხდება ესე ანუ უნდა ერკვეოდეს თუ არა გოგო ისეთ რაღაცეებში რაშიც არ უნდა ერკვეოდეს შენი აზრით და უნდა იყოს თუ არა ქალი ქუჩაში არა თან ცხოვრებაში თუ სხვა რაღაცა არის თავარი და თავარია რომ ქალმა იცოდეს რომ ქალია და თავისი ადგილი არის მამაკაცის გვერდით და არა მამაკაცი იყოს ქალის გვერდით ხო ხომხდი რამხრივად რა ანუ ქალის სუსტი არსება არ უნდა ქონდეს ქალს იმის აზროვნავი და იმის საფიქრალი რომ თავი როგორ დავიცვა როცა საყვარელია და იმიანი ანუ ვიღაც მამაკაცი მყავს გარშემო სახში ოჯახში მამა ძმა ბიძა რა ვიცი ეხლა მე მყავს 4 წლის ქალიშვილი რომელიც აი ხა ამ სიტუაციებიდან გამომდინარე დღესდღეობით ქართველი გოგოები როგორც არიან ამათან უყურებ აი ცოტა მეშინია რა ცოტა კი არა მაგრამ მეშინია რატო და აი თუნდაც ბილსიტყვაობა აიღე რა აი რაღაც ბიჭობა უნდათ კაცობა უნდათ ამ ქალებს და ამით იმაშობიან რა გამოხატავენ კაცობა არ უნდათ რომ საკუთარი თავი დაიცვან თვითონ იმიტომ რომ დამცველი არ ყავთ ალბათ დამცველი არ ყავთ როგორ არ ყავთ კაც ეს როგორი თემა არის ხა იცი აი ბიჭი დაიყო და რაღაცა და ის მაინც ყოველთვის ბიჭის ქვეშ არის ქალი რა მაგ შემთხვევაში თავის ქალი ვერ დაიცავს ვერასოდეს რატო ხო აი რას იზამს აი წეგარო გოგონდარეკა რა მაგარი ის რო იყო რა ქვია მურკა ძალიან სერიოზული მაგარი რო ესმოდა რა აი ხა ვიღაცამ შეიძლება ცოტა რეკაშეთი ბიჭი იყოს ხო დაუხეს სულ არ აინტერესებს ქალია კაცია ხო არიან ეგეთ უძდელებით რომ ეგეთ შემთხვევაში შეიძლება გააკავ და გაარტყას ხო აი მე რას იზამს ის გოგო გაიქცევა და მოიყვანს და ის ბიჭები ბიჭი რას იზავს მოიყვანს ხო ბიჭი რას იზავს რომელი ბიჭი ვინც მივა არა აი ესე რო ახსენეს რეკაშეთი რომელიც გოგოს ხელს დაარტყა ხო აი ხა ეგეთ ხო არიან ბევრი ეგეთ რომ ბიჭს დაარტყას ხელი ბიჭი რას იზავს ბიჭი დაარტყავს ხელს მაგრამ ბიჭი ხელსაც შეუბრუნებს და გალახავს კიდევაც ხო ეს იმ შემთხვევაში თუ მასზე ძლიერია თუ არ არის მასზე ძლიერი ყველა ძლიერი ვარ საერთოდ რა ძალა არაფერს არ წყვიტავს აქ რა მე წყვიტავდეს ამიტომ ქალბატონმა ამ შემთხვევაში უნდა ააკრიფოს ჯადოსნური სამციფრიანი ნომერი 02 დიახ არა რატომ აკრიფოს ამ ეგეთ ბიჭთან რა უნდა რატომ უნდა მოხდეს ეგეთ ბიჭთან ხო და თუ არ ყავს გვერდით მამაკაცი მადლობა გმეთ რომ ყველაფერი კაიკეთდება და მაგ შემთხვევაში და აღარ ხდება ეგეთი მომენტი რომ გოგოს მოუწიოს ეგეთ ბიჭთან ურთიერთობა თუ ის არ არის მართლა ძველი გოგოობა თუ არ უნდა რა ხო და თუ ეგეთი ცხოვრება უნდა მაშინ სამციფრიანობას არ აკრიფოს რა რატო რამე უფრო მე არა ქალი აკრიფოს ახლა რატომ უნდა მოუწიოს გოგოს ეგეთ სიტუაციებში სიარ ყოფნა მე მქონდა ახლა ესეთი შემთხვევა უნდა მოუყვე აუცილებლად გაგიკვირდება და მომიტაცა ტაქსის მძღოლმა ხო აი ესე გამიტაცა რა ვიყავი ჩემ დაქალთან ვიჯექი გავაჩერე ჩვეულებრივად ეს ავტომობილი ჩავჯექი და იმის მაგალითად რომ წამოვიყვანე დიდი დიღმიდან საბურთალოზე წამიყვანა ცხეთაში ხო ეს გადაწყვიტა რომ წავიყვანო ცხეთაში ნუ მანიაკი ხო თავისთავად და ნუ გზაში რაღაცები ანუ ამიხსნა თან მიხსნი და საწავიყვან და რას მიძავდა როგორ მიძავდა და მე ესე ძალიან გაოგნებული ვიჩეკი და ნუ რა თქმა უნდა ხმა ვერ ამოვიღე იმიტომ რომ სრული შოკი მივიღე
ძალიან 4-5 წლის იყო ხდა ეს ამბავი. ნუ მე გადმოხდი მანქანიდან დიდი ჯაჟგურის მერე და ნუ ეს მე მივირბუი ვარ და ეს ტაქსისტი მომსდევს თავისი ამ წითელი ფორდით გაშანშალებული და ნუ დავრეკე საბოლოოდ მიშველეთ მოთხრათ მაუპატიურებენ და ის ხალი ხო გაგიჟდა ეს ოპერატორი სადახალ ქუჩაში ვარ მეთქი და ნუ ტაქსისტსა და ტაქსისტი ის მანქანაში მომსდევს მე მოვიდნენ და ამეხმარნენ მიშველეს ის კაცი რა თქმა უნდა დააკავეს იმიტომ რომ იქო იდგა არსა დაწასულა ჟიგარი გონდა დავდერებული იყო თავის თავში ხედა ხო და ნუ მე 2 დღე მომიწია ესე იგი სიარული გარკვეულ ადგილას და მე რო კითხეს რომ რატო მოიქეცი ესე სხვაში შემეშალაო კაი და დაიჭირეს ბატონო დაიჭირეს რა თქმა უნდა ლენტელი მისცეს არა 30 დღე იმიტომ რომ სიტყვის შეურაცხყოფა მოყარინა და შენ იმის 30 დღე შოხმაგრად შეგეშინდა იმ მომენტში რა თქმა უნდა ან მაგრად აი იმის 30 დღე გერჩინა შენ თუ გერჩინა გენახა მაგის სულპირი რაღაც სხვა ფორმის არა არ მერჩი ხაბა გამოწეული და რაღაც არა არ მერჩივნა რატო იმიტომ რომ ანუ იქ მე გაირკვა რომ ამ მამაკაც მსგავსი რამ გაუკეთებია ადრე უბრალოდ იმ გოგო მოასრო თავის შეყვარებულს დაუმესიჯა და ნუ ეს ბიჭი გაეკიდა მანქანით გადმოიღეს მანქანით და ცემეს და როგორც კი მოუშუშდა იარები კიდევ მსგავსი გააკეთა მეორედ და ამის შემდეგ დარწმუნებულია რომ მეორედ კი არა ცხოვრებაში აღარ გაიფიქრებს არასდროს ესეთ რაღაცაზე რატო ხა არავის არ უცენია 30 დღე იჯდა რა ნუ ხა მაგას ისეთ კამერისა და ადგილას არა იცი რა ერთი მაგაზე არ არის საუბარი რა საუბარი არის იმაზე რომ ამ შემთხვევაში ხო ნამდვილად ვერ დამეხმარებოდა მე ვერავინ იმიტომ რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით ცხეთაში რომ მიგარბენინებს ვიღაცა კაცი მანქანით ვისაც არ უნდა დაურეკო და არ უნდა დაუმისიჯო ვერ გიშველის რატო ვერ გიშველის ვერ მოასწრებს ფიზიკურად აი დამირეკო შეყვარებული მყავდეს დამირეკო სიმან და მოვასწრებ კი არ გავასწრებ ნუ რაკეტი თუ ხარ შენ და არ ვიცი ყოველში როგორ არის მაგრამ დამიჯერე ხარ რომ შეიძლება ისე დაიბნეს გოგო რომ შენ კი არა ვერავის ვერ დაურეკოს ხო და ამ შემთხვევაში დასაშელი უნდა დაისაჯოს ეგეთ შემთხვევაში ჩემმა შეყვარებულმა ვერ დამირეკოს და პატრონსო დაურეკოს უბრალოდ სახეზე ხელს ავიფარებ და აი ეგეთი სახე მექნება სახეზე თავის სახეზე ხელაფარებული რატო აი იმიტომ რომ პატრონამდე მე ვარ ალბათ ჩემი შეყვარებულისთვის დაცვას და რა ვიცი. მაგრამ როდესაც ადამიანი გამოვა სიტუაციაში ვარდება და ამიჯერ ნამდვილად ვერ გააკონტროლებს ახლა იმას პირველი ვინც აზრად მოვა რა თქმა უნდა და ვის განაც ყველაზე მეტად დახმარებას ელის რა თქმა უნდა უნდა დაურეკოს იმას მე არ მინდა ამით იმის თქვა რომ ხა შენ მეორე ნახევარ შენგან ნაკლებ დახმარებას ელის მაგრამ ყველაზე ოპერატიულად ამ დროს ვინც იმოქმედებს სწორედაც რომ ის ადამიანები არიან დიდი მადლობა მათ და მადლობა შენ საუბრისთვის თქვია ჩემი ახლობელი გოგო და მეგობრები ნათესავები ყველა იცის რომ აი ნუ ჩემთან ძალიან კარგი ბიჭი ხარ შენ გეტყობა ეს მამაკაცორის დაურეკებული ვარ რომ შენი მეუღლე შენს გვერდით თავს კარგად გზნობს დარწმუნებული ვარ რომ არავითარ შემთხვევაში შენი ცოლი არ დადგება და არ დაიწყებს სახში გინებას და არ გეტყვის რომ წადი საჭმელი მომიმზადეო აუ შეიძლება მოკითხვა გადავცე მეგობარს კი მოდი უცებ გადაიცი მეგობარს მოკითხვა და მე SMS-ები ამოვიკითხე აი ყველას გადავცე მოკითხვას ბესოს გადავცე დიდი მოკითხვას ძოჩის გადავცე და ჩემ ბიჭებს გადავცე რომ მაღიარეთ იმიტომ რომ ყველაზე მგელი ვარ კარგად გამარჯობა. გამარჯობა თან. გამარჯობა. როგორ ხარ? მაგლუთ. მიესალმები აფხაზეთის ხმას. მიესალმე. შესანიშნავ რადიო ტელეწამყვანს თამუნას. მადლობა. შესანიშნავ ჟურნალისტს. შესანიშნავ ფსიქოლოგს. ოხ. და კიდევ ერთი მაშალი მე ვიყავ დეპარტამენტის უფროსი სამაშველო სამსახურს თამომა ახში უნიფორმაზე წარჩი გამოგიზავნე თავის მედალიონში რატო იცი რატო ვერ ხსენები
მაშველი ხარ და მიტო. თუნდაც ერთია დაკუსი ამას იმეებზე. სამეთებირო იყო მანქანაში და რადიო არ ეწევა ხმაო. აიხსნა მე აჭკარები იღებოდა არც ფანჯრებით და ვაფშე გამოძველი კიდე რატო ოპერატიულად მიაწოდე ეს ფოტკები ყველაფერი. ამი ეს ვარ გეთქვა შენ შეიძლება ვის გადაჩენილიყო. გამიგე ხოდა ერთადერთი შელელი შენ იყავ. მინდროს ამისანა რამდენ თან აჰა ხო კი ბატონო დაამატებ რამეს? ნუ მაინც რა ვიცი რამეს გვეწყო ჩვენ თემასთან დაკავშირებით თუ არა? რა ვიცი როგორ გნება? თქვენ როგორ გნებავს? მე როგორ თქვენ გნება? მაშინ ჩვენ გნებავს რომ დაამატოთ. კი ბატონო. გისმენთ? გისმენთ? ნუ კაი, გასაგებია რომ ისმენთ, არა. საით ახლა ისე გაშალე, ახლა და გამოშალე წამონა მათემა, მე უკვე აღარ ვიცი საიდან რას მოვუყარო თავი და ნუ პრინციპში რა ხდება, შენ გაინტერესებს კაცების ბრალია თუ არა, ხო? დიახ, გენასო. არავის არ ნიშნულობა რა, არც კაცის ბრალია, არც ყველა ადამიანი წამონა ინდივიდია და ყველა თავისი ცხოვრება. ხოდა როგორც თქვენ აღნიშნეთ ესე იგი ცოტა რასუზანსო თუ ბუნება მარუშელა ხო და ახლა მომენტ ზოგი კუჩაში დადგება რა ადრე ადგებოდნენ ზოგი ჩორი უყვა ზოგს რამე უყვა ზოგი ყველაფერი გოგონწოლაზე ხოლმე მაგრამ არის ესეთი კატეგორია ხალხი და პრიჩომ კაცე და კაცები ახლა რატო არ დგებიან თუ დგებიან თუ რაცა ეს გრუებელა კიდე როგორ? სხვა საქმეა რატო არ დგებიან თუ დგებიან ნუ პრინციპში კაი ხალხი ხარ რა გაიხარ არა მადლობა ხო მაგრამ მომისმენი გისმენ შენ თუ გახსოვს შურიდან არის ისეთი შევსული ხო იცი ნიჩევო ისე რა ხო ნიჩევო ისე რა ვიცი კი ხო და ამას იცი დედამიწა რა არ უსულა ზემля აბა მიწაც თოჯი მაგრამ უდარენია სვარა მიშნო აი მე არ ვიცი რა გინდა არა ჩემი იგი კოსაგური ზემля იყო ჩემი კოსაგურის სახელი და აქეთ ვერ წარგონი და მიწა ხო ვიზაღო ხო ნუ это было просто შენ Сенгаралары, люди встречаются, люди влюбляются, женятся. Песня это класс. Мара моменты еще ашируя, кай шари, куплеты. Волосы светлые, коса сплетенные, а в глазах небо лазурного, сын улыбкой весны. Стройная, милая, очень красивая девочка. Может быть где-то рядом она. Свой вагон сошла она, улыбнулась из окна. Поезд тронул я вслед, лишь рукой помахал ей в ответ. Ой, меня руки были. Браво. Карги. Таму. Сален улах. Мадлоба. კარგი. ნახვამდის. ძალიან საინტერესო სტუმარი იყო და ძალიან მაგარი რაღაც აღმოაჩინე. Facebook-ზე არის ესეთი გვერდი და წერია ეს ქართული შრიფტით თეთრი ღამეები თამუნასთან ერთად. ну გვარი მითითებული არ არის. ვინ გააკეთა არც ეს არ ვიცი. ოღონდ ეს მხოლოდ დალაიქება შეგიძლიათ ამ გვერდის. ძალიან მაგარი ფოტოა ჩემი ეს გამოჩქიმული
ოღონდ თუ თქვენ ესე იგი კარგად ერკვევით ინტერნეტ და სამყაროში მიხვდებით ალბათ რომ ეს ფოტო არის გადმოკატავებული, იმიტომ რომ ეს რო დააჯერ ფოტოს იხსნება ძალიან პატარა. ვინ გამწირა, ვინ გამიმეტა ამისთვის არ ვიცი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ეს გადაცემა ესეთი წარმატებულია. ძალიან მიხარია ეს ამბავი. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. ესე იგი, ეხლა შემოგიერთით და თემაზე გაქვთ შემახსენეთ? თემა გვაქვს ჯონ ლენონის სიმკვლელობაზე. აუ. ახლა დავიცი. რა? ჯონ ლენონი, ლაშას მამა. ლაშას მამა იყო ჯონ ლენონი? აუ, ეგ და ლაშას მამა ერთად იხვდნენ მანქანაში. ხო, მანქანაში არ მჯდა ჯონ ლენონი. აუ, ლაშას მამა. ლაშას მამა იჯდა? და ლაშას მამაც მარკ ჩეპმენა მოკლა? აუ. რასამბო? დავიცი. აუ. დავიღუპეთ ფაქტიურად რა. რამდენ ვსდებთ? რა? რამდენ ვსდებთ? ვინ? ფულს არ ვდებთ? აუ, აბა ეხა მიღება გვიქნება. ხო და დავდოს რა შევკრიბოს. აი, ეს გაგიგია ჩვენზე ამბობი და დააკაია ისე. ეს ფორუმზე რო გაქვთ ჩემი მიმოხილვა? რაღაც ვერ გამიქაჩე შენ. მე? ხო, რაღაც დაიწყე რა. თან ხო იწერე ხა გადაცემას. თან ყველაფერს ვიწერ. ჯიგრები ხართ. არა, რატო ეხა? არა, ხო და მიიღში, არა. პოპულარიზაცია, შენგენას რა თქმა უნდა, გენასორი. ეხა იმაზე სასაცილო არ არის, ეხა ისე რომ ეკავენ გეოსტარი და გოთამენს და სნიკერი ბიძები და ემილია და კიდე რაღაც გოგო. მაგრამ აი ლაშას მამის ამბავი მაგრაგან ვიცადე რა. აუ, ეგ აი ჯონ ლენონის გარდაცვალება ისე არ განმიწია როგორც ლაშას მამის. აი ეგ და კენედი, აი გულზე ისე მოხდა, მაგით მე რავი, აღარ უნდა მოხდეს რა. არ ვიცი, ალბათ დედამიწა უნდა აფეთქდეს. აუ, აი მაგასთან ეხა ეს 4 დღეში გვეცემა ხო ის ექსპონიანი რაღაცა. რუსეთს ეცემა. აი თემას მომოშურდებით. შეიძლება თემის გასცემო ვილაპარაკო. რომელი თემის ლაშას მამის? არა. ჯონ ლენონის? არა. აბა? გოგოები რო იგინებიან, ხო? და შენ ხო ახლა შემოგვეცი და არიცი თემა რა არის? აუ, იცი რა არის, შენ ხარ ფორუმერელების შემარცხვენელი. კი. ძალიან დაგცინებენ ეხლა შენ რო გათიშავ ტელეფონს და ფორუმზე მოგწერენ რომ ბიჭო ვერ გაკაშეო შენ. აქედან მივმართავ რომ აი იდიოტური პეიჯი ეხლა გავარკვევ ვისია და გავუქმდება ორ დღეში. Facebook-ზე? ხო, ის არის ისულელი, ის არ არის ჩვენი. ჯიგრებო, მადლობა. და თქვენი რომელია? ჩვენ არ გვაქვს, ჩვენი არის თემა რო არის, ხედავთ. კაი მე მითხარი. ხო იყო აქ ადრე, ხო იყო აქ ეს ამბავი რო. ხო. ის ხო თემასაც ხო გათვალიერე. ხო და ატვირთეო სადღაც ისო. ეგ სხვა ბაზარია. გაჩერდი ხა ნუ მატყუო. აბა რა გაინტერესებს? სად იტვირთებს მაინტერესებს? ჯეჯე. აბა ოსიერლე პრემია. ჯეჯე ხო. და როგორ უნდა მოვწევნო? თეთრი ღამეები თუ მგლები? ეგ გაინტერესებს. აუ, გაიგე. აუ, როგორ გითხრა, YouTube-ზე არის და ეხლა ზუსტი ლინკი როგორ მოგწევა? როგორ რას ნიშნავს ახლა შენ თუ ჩემი გადაცემის პოპულარიზაციას ახდენ, მე თქვენი საიტის პოპულარიზაციას. ხასოერი ვარ. მაშინ YouTube-ზე მითხარი. და ესე როგორ გითხრა, ზეპირად გითხრა ლინკი? არა, ის მითხარი, სახელწოდება არა აქვს. გლები თუ თეთრი ღამეები თამუნათა ერთად გონი. ხო, და იმ წინა მგელმა რო დარეკა? რომელმა? აი, გელი ვარო? აუ, ის მაგარი, აი ის თქვენიანია? ნიგათა, აი ეგ რომელია იცი? რომელი? აი, ადრე გადაცემაში რო დარეკა და მე ესე რო თქვი რომ ვარ კომპლექსო გოგო და ნომერი რო გამოაცხადა და მაგისი რო იყო და მე ესაც რო ბიძები რო ვრეკავენ და ეხლა დიდი ხანია ხარ გამოწევი, აი ბიძები ეხლა და ეხა ის აუ ხინა ეს რამდენიმე ჰოთელი შევეხო აქ რო რეკავდნენ რა. კი. თუ არა. აი გოგო რო დარეკა რა. ეგ იყო ასე. ალუჩავინ არის. მე ძალიან მე გაგაკოც მაგას. კაი. ძენზმა.
ხო, გასაგებია. აი, გარეთ უნდა გავიდე ქუჩაშიო და არ უთხრება ეგეთი რაღაცები, რომელი წელია. შენ ახლა იმიტომ დაარეკე, რომ თემაზე არ გეღადავები, შენ რატომ და გეღადავ, შენ რა გეღადავ, შენ მესამესაც გითხო და საღადავ იმასაა ეგ. მაგას არ არის. და შენ ანუ ეხლა რეკა რომ იმასე გეღადაო? ხო. არა, ნუ მე არა, მაგას Sound for GT, წერტუ რითი წერე. ჩვენ ლაპარაკს ახლა Sound for GT, წერტუ რითი. მე არ ვიცი. ისინი წერენ? ხო, კარგი. ხო. ესე იგი, თემა ახლა რა ქონდა თქვენ? გოგოები იგინებია, ხო? ლაშას მამა. აი რაღაცა ის მოხდა ტრანსფორმის დიაღაც და უცებ არ მინდა აი ის და თემაზე მინდა ვაპარაკე. ჩავარ ქვერტი ვარ კიდე რატომ ისე ჩამოვა. კაი. ხო, კიდე ეს ვიტყოდი რომ თუ ნომერი 42-დან 44-ზე დამთავრდა, იცოდეს რომ მე ვარ და კომპლექსო გოგო არაა და რაღაცა როგორც თავები არა მაქვს ნახოთ რა. დელბოსკი როგორ არის? ეგ ხო გაუშვი. და ეხლა საწავიდე მაგის ამბავი აღარ გაგვიძია მე, მაგრამ კაი. ვოიცა ეს თემაზე არ შეიძლება ლაპარაკო. როგორ არა, თემაზე უნდა ვილაპარაკოთ მინდაში. ხო, კაი. ესე პირველი რომ იყო გოგოები იგინებიან, ხო? ხო. მაგრად ეხავს. ძალიან ეხავს. მარტო გოგოები კი არა, ბიჭებიც ეხავს, რატო ვარ ეხავს? ის ყოველ ზოგადად ეხავს. რა თქმა უნდა. და აი გოგოები იგინებიან, ჩვენს მაგათაც წარმოუდგენელია, ხო გოგო იგინება რა მაგათაც და ეგეთი აი ორი უკიდურესობა ხო ხა ეს ხა კუხნაში უნდა იყოს გოგო ან კუხნა რა სიტყვა? კუხნა რა სიტყვა? ხალი ვიცი მე კუხნაში. სამსარეულოში. ქართულად ზანგები ხო არა მასო. ხო და ესე იგი ორი უკიდურესობა ანუ ერთი რომ ეგეთი ტიპები უნდა ხო კუხნაში სამსარეულოში. აგეთენ საჭიროა და მეორე კიდე ნუ ძალიან ისეთები რა. და ეგ ხო ქართულად ხო ზოგადად ერთი უკიდურესობაში ვარ ან მეორე. ხო. და მაგრად ეხავს, მაგრამ გოგო გამოდის აი პროპაგანდას რო ეწევა რომ ახლა გოგო ცოტა იქ უნდა იყოს და აგინების მაქო და რა უხარია თქვად ისე ეგ თქვად არა თუ შენ მაგრად აიცინები ტელეფონს რო გაციშა ვატყო რა მე კაია მგლები მაგრად აქცინებენ და ჯიგრები არიან ხო ეგენი არ პირავენ აიცა ვერ წვინავენ ეგრე? წირავენ მე. არ წირავენ ესე? ქვერტი ვარ, კიდე აუჩა, ვერ გააგებინეთ რა, ქვერტი ვარ ხო? ქვერტია. ხო, და ეხა რამე კიდე უნდა ვიმღერო, თუ ჯერ ისე უნდა ვილაპარაკო, რომ ისეთი ტიპი გამო. იმღერე რა. მოდ ბოლოს ის იმღეროთ რა, ესა პრიმდარირო. სამდარირო. ეხა ასე ისეთ ბაზარი უნდა შეუშვა, რომ ვითომ რაღაც აი მათ კი ვეკავე ხალ გოგო რო ვიპოვო, მაგრამ ნუ ახ მანქანა მაქვს, სამსახური მაქვს, ვინა მაქვს, სამსართულიანი ჩემს მაგას აღავდეთ. სამსართულიანი და საზმოს გაქვთ ერთად სამივე სამი სართული? არა, ყველა ჩვენ. ყველას გაქვთ სამ სართულიანები? კი. რა მაგარია? ოღონდ აი ეს მანქანა მყავს რა, აი BMW მყავს ძალიან მაგარი და ასე ბიზნესმენი ვარ რა, ძალიან მაგარი. მოგეთყობა. ხო, და აი ძალიან მინდა აი გოგოს ვერ ვიცნობ რატომ. აი კი ვიცნობ ხანო აი გვერდზე მიხედა, მაგრამ მინდა რომ მე მაქედან გავიცნო რა. ხო, და რატომ ამის პოტენციალთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს? არა, ეგ რომ კონდეს ხომ მაგას არ ვიტყოდი რომ კიდე მიხედა კიდე გაცნობა მინდა მეცი მაგრამ. ხო შეიძლება ანუ ხო არის ბიჭები რომლებიც სპეციალურად იჯერენ გოგოსთან ურთიერთობას რომ დაამტკიცონ რომ არა, ეგეთ პრობლემა არა. კაია. თუ ვინმე საერთოდ შემიძლია დაუმტკიცო, მაგრამ ეგ უკვე ახალნება გადაჭარბა, ეგრე არ მინდა. კარგი. და ზანგებზე რო ვიღადაოთ? რა, ჯობია ისე ვაშაზე ვიღადაოთ. ვაშად გადავდოთ, მამა გარდაიცვა. ფული რამდენი უნდა დავდოთ? უკვე აღარ არის. რა, ვშო ვიყიდეთ ყველაფერი? კელახი? ეგ კაფემეთია დამატებული ბაზარი იყო. ხომ ჩავწეროთ რაღაც 40 ლარი და რაღაცა. ეგ რა, კაი ეგ რატომ მევაბარაგე. თქვენ დაიწყეთ. მე როგორ დავიწყე ხა? შემაწუხეთ ამ ვაშას მამით და.
აი პროცესი შემოდიოდა თავად თემა რა გახსო და ისა ჯონლენოს ყოლობა აბა იცი რა თემა და თუფაკის ცოცხალია თუფაკის ცოცხალია კენედის ცოცხალია ელვის პრესლის ცოცხალია მერლი მონროს ცოცხალია არა ყველას ერთად არიან ხო აგრეთვე კეთილ საქართველოში მანდ არიან არა აქ არიან დანიდან არა კეთილ საქართველოსთან გიგება თქვენ ვიჯებო არ ეხა თემის გარდა ყველაფერზე უნდა ვიყავ არა იცი რა არის აი ყველაზე მეტად აი რა კი ნერვები კი არ მიშლებ პროსტა აი რაში იცი საქმე როცა იცი რაც არის თემა რა ხო და მაინც რეკავდა მეკითხები იგივეს აბა ხო აი რატო გამომიტყვა გამარჯობა თამუნა როგორ ხარ მან გიტყვი კარგად შე როგორ ხარ და მე მეტყვი აი ძალიან ცუდად ვარ იმიტომ რომ ლაშას მამა აღარ უყავს გამარჯობა თამუნა როგორ ხარ კარგად შენ ძალიან ცუდად რატო აუ ლაშას მამა აღარ უყავს რას ამბობ აუ დავდარგე ვა რა მოხდა აუ ძველი ამბავი აქ ვერ მოყვები კაი მე დამირეკე მომიყრე ხო აი სულ დაგეწყო პარაკი აგა ეს თემაზე პარაკი არ გამოვიდა ჩაგვივარდა პარაკი ჩაგივარდა არა უშავს კოორდინაციაში ჩაგვივარდა მაგრამ მე არაფერი იმედი მაქვს კიდევ დარეკავთ ამ პარასკევს ისეთი გადაცემა რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ ანუ რაზეც საუბრობთ ხო თემა არის გაცნობები დღეს არ გოგესო არა გაცნობები არის პარასკევს სამშაბათობით არის თემაზე საუბარი აუ მას პარასკევს საუბრობთ კარგი, დარეკეთ პარასკევს მისმინეთ, ჩაიწერეთ და ნუ მე ის რაც მითხარი შეასრულებ აუცილებლად. იმ პეიჯზე გავხდება? ხო. კაი, ჯიგარი ხარ. მადლობა. ნახვამდის. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენ. რონდელ დღეს გილოცავ პირველად? მე გილოცავ. შენც ასევე ვის ვესაუბრები? ვაშა გიორგი, კი ბატონო. არა, გიორგი. კარგია რომ გიორგი ხარ. ასაკი გიორგისი? 19. კი ბატონო, გისმენ გიორგი. რაც შეეხება თემას. რომელს? ლაშას მამა გადარჩა, ეს გავიგეთ. არა, ეგ გავიგე მეც და ეხლა აღარ ვამბობ სამძიმას უკვე, იმიტომ რომ ვაპირებდი ეხლა. აი ქალთან დაკავშირებით რო საუბრობთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ქალი ხასიათებით ცოტა მორჩილი უნდა იყოს, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ უფალმაც ეს დადვა წესად, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ სწორად მიუთითა ერთ-ერთმა მსმენელმა, რომ დღეს აღარ არსებობენ ის მამაკაცები უბრალოდ დაკარგეს თავიანთი უფლებებით და მოვალეობებით. ვინ დააკარგინა, ვინ? ნუ ვინ დააკარგინა? არა, ანუ რისი ბრალია, ან ვისი ბრალი რომ დაკარგეს? ვისი ან რისი? არ ვიცი, ვერ გეტყვით რისი ბრალი, აი არ მაქვს პასუხი მაგ კითხვაზე. კონკრეტული პასუხი რისი ბრალია ან ვისი, მაგრამ ფაქტია, რომ ესე ხდება, მოხდა უბრალოდ. ხო, მაგრამ რაღაცამ ხო გამოიწვია. ნუ ათასი ცვლილება მოხდა სამყაროში ფრონტოსავრები გადაშენდნენ და შემდეგ რა გასაკვირია ახლა ესეც თუ მოხდა. ასევე დავამატებდი რომ იქ გაიჟღერა იქ ლიერი ქალის ისა ხასიათი, მაგრამ ქალის ის ლიერი სულ სხვა მხრივ შემიძლია მე რომ დავინახო და არა იმაში რომ მიუხედავად ამისა თქვა ქუჩაში დადგეს, საქმეები გაარჩიოს, იგინოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია და კიდევ რა აი ამ მხრივ ამაღლებული ასე ვთქვათ პოზიცია. ეხლა არავის არ სურს ალბათ ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება რომ ეხლა წარმოიდგინეს რაღაც კამათის დროს ცოლ-ქმარ შორის ეხლა ცოლმა გაიძინოს სამზარეულოში დანასწავლოს ხელი და ერთი ამბავი რო ატყდეს. და ქმარმა რო დაავლოს დანასხელი? არა, ქალებზე საუბრობდი და იმიტომ ხაზგასმით, იმიტომ აღნიშნე, ანუ არა, ანუ კაცმა შეიძლება რომ ხელი დაავლოს და არა, ეს არ მიგულისხმია, ეს არ მითქვია რომ კაცმა შეიძლება, უბრალოდ ქალებზე საუბრობდით. და ქალების ამაღლებულ პოზიციაზე აი ამ მომენტისათვის და მაგიტოს მიუთითე ხალხარა აი ეს ფაქტი. კი ბატონო. ანუ ქალების ლიერი სულ სხვა რაღაცაში გამოიხატება
აი რაში გამოიხატება ქალის სიძლიერე მითხარი? აი მაშინ რომ გაუძლოს ძალიან ბევრ სირთულეებს იქნებ ცხოვრების გზაზე, თუმცა არაგინებით და ასე ვთქვათ რაღაც ისაზაკმებით. კი ბატონო. გასაგებია. თქვენი აზრი და მადლობა გარისთვის, ხო? მადლობა გაიხარით, მაგრამ ისე ვერ მიცანით, ხო? ისე ვერ გიცანთ. ამто ხარ, კარგით გაიხარით, მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. კარგად. თეთრი ღამეები თამუნა მუსერძესთან ერთად.